აქციის და ჯანყის გაშინიათ, ჰოდა მიიღებთ, ასე პასუხობს თბილისში მოკლული 28 წლის პედაგოგის დედა პროკურატურის ახალ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ პროკურატურა მზად არის გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეხვდეს და თითოეული საგამოძიებო მოქმედების და მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები განუმარტოს. პროკურატურის საპასუხოდ მოკლული მასწავლებლის დედა წერს, რომ ის მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეხვდება, რადგან არავის ენდობა. ის ამბობს, რომ პროკურატურას მოუწევს მასთან შეხვედრა და განმარტება, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და რა ვერ ჩაატარეს. ეკა კუპატაძის თქმით, საქმის პროკურორმა ბევრი რამ ტელეეკრანებიდან გაიგო. მოკლული მასწავლებლის ოჯახის საქმის კვალიფიკაციის შეცვლას და გამოძიების გაგრძელებას ჯგუფურად ჩადენილი განზრახ-მკვლელობის მუხლით მოითხოვს. მათი მოთხოვნა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი ყველა ადამიანი. ოჯახი 8 იანვარს პროკურატურასთან აქციის გამართვას გეგმავს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები. ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი ნაძალადევის მთავარის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია 4 არასრულწლოვანი. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. გამოძიების თანახმად 1 ოქტომბერს 28 წლის პედაგოგს გიგა ავალიანს სახლთან ახლოს 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. გიგა ავალიანის საავადმყოფოში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქმეზე პოლიციამ ჯამში 4 პირი დააკავა. მათგან ერთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო სამს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდებოდა და ჩადენილია მძიმე დანაშაული.